ასეთი სიტუაციაა მოკლედ აგერ ცოლ-ქმარი, რომელიც ჯორჯიან მანგანეში არიან დასაქმებული. დაერიცხათ წუხერთ ხელფასი და ავტომატურად წაიღო ლიბერთი ბანკმა. საქმის დასარკვევად, როდესაც მივიდნენ ლიბერთი ბანკში ამ დილით, ეუბნებიან, რომ 350 ლარი ვალი გაქვთ აქეთ კიდე მოსატანიო. 55 ლარი კიდე დავალიანება. გარდა იმ ხელფასის წართმევისა, რაც ქონა, თუ შეძლებთ ქალბატონო, რომ აი სათხარ დასაქმებული და დაახლოებით რა თანხას ელოდით და ქარხანაში ვარ დასაქმებული. ჩვენი მიზეზი და არ ყოფილა არაფერი და მოგვატყუეს, კიდე მოგვატყუეს. შევედი ბანკში, მეთქი ავიღებ ხელფასს, ბავშვები ყავს, შვილიშვილები, ავართ დატოვებული სახლში, წამალიც არა მაქვს. გამომიშვეს განულებული, ვერაფერს ვერ ავიღებ, კიდე ვალი დამადეს საკეთო. საწავიდი ამხელა ტყუილი, როგორ შეიძლება ასე გაამწარო ხალხი, სადაც დავით პეტრიაშვილი მისე გამოდის რომ ეგა ასე გექონება ქვეყანა აშენებოდა კი ბატონო, ყველა მოვისმინეთ, რომ არა უგვიანეს 4 აპრილისა დაირიცხება ერთი თვის ხელფასი ყველას და არ ჩამოეჭრება, იმიტომ გადავიდა ლიბერთი ბანკში, რომ არ ჩამოეჭრება არავის არც ერთი თეთრი და აგერ არის ფაქტი, როგორ მუშაობს პროფკავშირი და როგორ მუშაობს ბანკები. სამი მუშაობთ ოჯახში, სამივე გაჩერებულები, სამივე მუშევრები, ორი შვილიშვილი ყავს, მიტოვებული. ლიბერტი ქონდა სასწრაფო. ლიბერტი. თუ ყველა ორივესი წაიღო. აი თქვენი წაიღო ხო ორივე ცოლ-ქმარის. 1800 ლარი. ათვასთან შევედი და არაფერი ინფორმაცია არ ქონდა ჩვენ მასემ. 355 ლარი კიდე ვალი გაქვს და რიტანი. ვალი კიდე. აი 1920 ლარი ქონდა. მოკლედ ძალიან რთული მდგომარეობა ჭიათურაში. ახლა ელოდებიან ჩემი შვილიშვილები, რამე მიუტანო, რა მიუტანო. ეს ერთადერთი იმედი, რომელიც გაუჩნდა ადამიანებს, ისიც კი ჩაუკლეს წუხელი და დღეს დილით უკვე. დაერიცხათ ამ ეტაპზე მხოლოდ 400 ადამიანს ხელფასი. 400-დან უმეტესობას ბანკმა წაართვა დარიცხვის წუთშივე, გაანოლა მათი სახელფასო დარიცხვები. გადაიტანა იმ ჯარიმებზე და იმ სესხებზე, რაც ქონდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ჯარიმები ხომ ამათი ბრალი არ არის. კომპანიის ბრალეულობით მოხდა ყველაფერი, რომ ხალხი დავალიანებაში გადავიდა. რავით, ყველას ვთხოვთ დახმარებას, აი, აღარ არის აღარც პროფკავშირის იმედი, აღარ არის არც კომპანიის იმედი და ყველას, ვისაც კი შეგიძლიათ, რომ დაგვეხმაროთ. ეხლა არ გააჟღერა ამ ქალბატონმა და ცოლ-ქმარმა. ყვირილაში უნდა გადავხტეო იძახს. რა მივიტანო ოჯახშიო, 3 დასაქმებული ვართ ამ კომპანიაში და 3-ვეს გაგვინულეს თანხები და პერსპექტივაში აღარც არსებობს. თუ როდის დაირიცხება მომდევნო თვის ხელფასები, მაგაზე საუბარი არც არის. პირიქით იმას ამბობენ, რომ 10 აპრილამდე დაირიცხება ეს ერთი თვის ხელფასი. კონკრეტულად დღეს და ორშაბათს კი არა. 10 აპრილამდე დარიცხავენ ერთი თვის ხელფასს, რომელსაც ასე დიდი მოლოდინით და იმედით ელოდა ხალხი. მოკლედ ასეთი რთული მდგომარეობაა ჭიათურაში და ვიშველეთ ხალხო, გამოდით ვისაც შეგიძლიათ და უშველეთ ჭიათურას.